დღეს მივემგზავრებით ერთ-ერთ პატარა ტოსკანურ ქალაქში, რომელსაც ქვია სან ჯიმინიანო. მას შუა საუკუნეების დუბაის ან ნიუ-იორკს ეძახიან და თუ რატომ, გავიგოთ ერთად. მანამდე კი გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ეს ვიდეო და დავიწყოთ. ფლორენციიდან დაახლოებით 1 საათის სავალზეა სან ჯიმინიანო და მისი დაარსების თარიღად მიჩნეულია მე-10 საუკუნე, ხოლო მანამდე ეტრუსკების პატარა სოფელს წარმოადგენდა. ქალაქის მთავარი არქიტექტურული ღირსშესანიშნაობა მისი 14 კოშკია. ისინი მე-11-მე-14 საუკუნეში დიდგვაროვანი ოჯახების აშენებულია, რომლებსაც სურდათ საკუთარ სოციალურ სტატუსზე ხაზგასმა. დღეს 72 კოშკიდან არის შემორჩენილი მხოლოდ 14 და სწორედ სან ჯიმინიანოს კოშკები გახდა იაპონური წარმოშობის ამერიკელი არქიტექტორის მინორუ იამასაკის შთაგონების წყარო მე-20 საუკუნის 70-იან წლებში ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის აშენებისას. საუბარია ეგრეთ წოდებულ ტყუპებზე, რომლებიც სამწუხაროდ 2001 წელს ტერორისტული აქტის შედეგად განადგურდა. პიაცა დელა ჩისტერნა ქალაქის ცენტრალურ ნაწილშია განლაგებული და ახლა ხედავთ ჭას, რომელიც მე-14 საუკუნის ნაგებობაა და დღემდე შემორჩა ქალაქს. შუა საუკუნეებში სან ჯიმინიანოს ჰქონდა ყველაფერი, საკმაოდ მდიდარი ქალაქი იყო, მაგრამ არ ჰქონდათ წყალი. ამიტომ გადაწყვიტეს დიდი რეზერვუარი გაეკეთებინათ და ამ ცისტერნაში წვიმის წყალი გროვდებოდა, რასაც მოსახლეობა მოიხმარდა საჭიროებისთვის. ბევრ შეძლებულ ოჯახს საკუთარი ჭისწყალი ჰქონდათ, მაგრამ გვალვის დროს წვიმის წყალს მოიხმარდნენ როგორც სამზარეულოში, ასევე დასალევად, თუმცა წყლის ხარისხი, რა თქმა უნდა, არ იყო სათანადო. დღეს ცისტერნის მოედანი ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ადგილია ფოტოების გადასაღებად. როგორც იცით, დუომო არის იტალიის ქალაქების მთავარი ტაძარი და ეხლა კადრში ხედავთ სან ჯიმინიანოს დუომოს, ანუ მთავარ ტაძარს და ის არის სანტა მარია ასუნტას სახელობის, ანუ ღვთისმშობლის მიძინების სახელს ატარებს. აუცილებლად ესტუმრეთ და ნახეთ, როგორი ლამაზია შიგნით ტაძარი. გოტიკური არქიტექტურა და ფრესკები ბიბლიიდან ნამდვილად იმსახურებენ ყურადღებას. თუ მოხვდებით სან ჯიმინიანოში, აუცილებლად დააგემოვნეთ აქაური თეთრი ღვინო, რომელიც ქალაქის სიამაყეა და რა თქმა უნდა, აქაური ნაყინი ჯელატო დონდოლი. ამბობენ, რომ ყველაზე გემრიელი ნაყინი იტალიაში კეთდება აქ. ცნობილი სან ჯიმინიანოს ჯელატერია დონდოლი. ასევე გირჩევთ თან წაიღოთ რიჩარელი, რომელიც არის აქაური ვურცხობილად კბილეული, რომელიც მზადდება ნუშის ფქვილისგან, არის უგემრიელესი და აუცილებლად დააგემოვნეთ ასევე პანფორტე, რომელსაც მე პირადად ვამსგავსებ ქართულ ჩურჩხელას თავისი იდეით, არსით, რადგან პანფორტე არის ისეთი ტკბილეული, რომელიც მზადდება სხვადასხვა ტიპის ჩირეულისგან, აქვს ასევე ფქვილი და არ არის მალფუჭებადი. აქაურ მეომრებს მიჰქონდათ ომში და საკმაოდ ნოყიერი პროდუქტია, ისევე როგორც ჩვენი ჩურჩხელა. თუ მოგეწონათ ვიდეო, დაალაიქეთ ის, გამოიწერეთ არხი და თუ გსურთ დაჯავშნოთ ტური ნატალია ტოსკანა ტურში, ანუ ჩვენს აგენტოში, მაშინ დაწერეთ კომენტარი ან დაგვიმატეთ Facebook გვერდზე ნატალია ტოსკანა ტურს, ესე ვართ და
გელოდებით ტოსკანაში.